ნეტავს შემეძლოს გემოს გადმოცემა. როდესაც წლების წინ პირველად ჩიზკეიკის გამოცხობა გადავწყვიტე, ყველაფერი ზღაპრულად მეჩვენებოდა. პირველივე რეცეპტს ვენდე და დარწმუნებული ვიყავი, რომ კულინარიული წიგნის გარეკანისთვის ვიქნებოდი. ჩემი პირველი ჩიზკეიკი არ იყო კრემოვანი. ჰქონდა ფხვიერი ნამცხვრის სტრუქტურა და იყო მთლიანად ოქროსფერი. მაგრამ რომ გენახათ, როგორი ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. დღეს, როდესაც მოგონებებში მოგზაურობ, ვამაყობ 10 წლის წინანდელი ჩემი თავი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი შემეძლო. რასაც ძალიან მწყდება გული. და მაშინვე მახსენდება ძალიან ჭკვიანი ადამიანის რჩევა, რომელმაც მითხრა: "ცუდ ფიქრს მიაშველე კარგი ფიქრი". და მეც საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ გვიანი არასდროს არის. ბევრი ვისწავლე, ბევრი წავიკითხე და ბევრს ვუყურე, მაგრამ შეცდომებს დრო და დრო მაინც ვუშვებ. შეცდომების აღიარების კი არასდროს მრცხვენია. მე მათ ვიყვარებ, ვითვალისწინებ და ვსწავლობ. მაგალითად, როგორც ამ ჩიზკეიკის მომზადებისას მოვიქცე. მასები ერთმანეთს მაღალი სიჩქარით შევურიე და რა თქმა უნდა, ჩემი ჩიზკეიკის მასა ჟანგბადით გაეშხინთა. გახდა ნაკლებად კრემოვანი, თუმცა უზომოდ გემრიელი. მე კი რჩევებსა და შეცდომებს, რომ გამოგივიდეთ საოცარი ჩიზკეიკი, აღწერაში დაგიდოვებთ. გემრიელად მიირთვით.